მოგესალმებით. მინდა გაცნობოთ, რომ გასაჩივრებულია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში საქართველოს 2024 წლის 14 დეკემბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები და ეს გაასაჩივრა პოლიტიკური პარტია საქართველოს ლიდერმა გიორგი ლილუაშვილმა, რაც მიმაჩნია, რომ ძალიან რისკიანი და ძალიან გაბედული ნაბიჯი იყო მისი მხრიდან, ასეთი ქმედება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის და მე მინდა ავხსნა რატომ. ამ საჩივრის არსებობა იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პარლამენტში იხილება კანონპროექტი, რომლითაც დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქის მხრიდან მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციის არცნობა, ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც საქართველოს ხელისუფლებაზე ვლაპარაკობთ, მინდა აქ ავღნიშნო, რომ საქართველოს ხელისუფლებაში შედის როგორც საკანონმდებლო ხელისუფლება, ისე აღმასრულებელი ხელისუფლება და საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი შედის სწორედ აღმასრულებელ ხელისუფლებაში და სასამართლო ხელისუფლება. და როდესაც საქართველოს პარლამენტი დგამს ასეთ ნაბიჯს კატეგორია ადამიანების, რომლებიც საქართველოს პარლამენტში არიან წარმომადგენლები, ითვლებიან საქართველოს ხალხის წარმომადგენლად და იღებენ ასეთ კანონს, რაც რეპრესიულია, რასაც ძალიან ცუდი შედეგი მოსდევს იგივე იმ ხალხისთვის, ვისი წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ წესით პარლამენტში, ეს ნონსენსია, თუმცა არ უნდა გავუკვირდეთ ის გარემოება, რომ ესეთ ნონსენსს პირველად არ აქვს ადგილი, თუნდაც რომ გავიხსენეთ ეგრეთ წოდებული ბჭყალებში ტროტუარების შესახებ კანონი, ზუსტად რომ ნონსენსია, მაგრამ ფაქტია, რომ ის ამოქმედა, ფაქტია, რომ ჯერ კი არ მიიღეს, ამოქმედა და ეს გამოიყენა სასამართლომ და რომ არ მეგონა, რომ სასამართლო მაინც მიმაჩნდა ყველაზე ადეკვატური იმ ორგანოდ, სადაც ასეთი ქმედების, ასეთ რამეს არ დასჭირდა. სასამართლო ტროტუარზე დგომის გამო, ბორდიულზე დგომის გამო, საქართველოს მოქალაქემ გამოხატოს პოლიტიკური თავისი შეხედულება, ეს რატომ უნდა იყოს დასჯადი და ამაზე რატომ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ან საერთოდ პასუხისმგებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მაგრამ რადგან ეს უკვე განხორციელდა საქართველოში, ძალიან დიდი მოლოდინია იმისა, რომ ეს მეორე რეპრესიული წამოწყება საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციის არცნობა რო გახდეს დასჯადი და მე ვფიქრობ, რომ მოსალოდნელია კი, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო პრაქტიკაში ხშირად მოქმედებს პრინციპი, როდესაც სახელმწიფოებს ეძლევათ რჩევა, რომ თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისაგან, რომლებიც დავის შედეგზე მოახდეს ზეგავლენას. ზოგადად მიგვაჩნია, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა ჰქონდეს მოქალაქეებს უფლება თავიანთი შეხედულება სამართლებრივი გზით მშვიდობიანად გამოხატონ და თავიანთი შეხედულება ეს შეიძლება ეხებოდეს მათ ხელისუფლებას მიაჩნდეთ ან არ მიაჩნდეს ლეგიტიმურად და მათი პოლიტიკური ეს გამოხატვის უფლება გამტკიცებულია როგორც ადამიანის გაეროს კონვენციით, ასე ევროპული კონვენციით, რომელსკენ მიმართულ ყოველი არჩევნების წინ ქართული ოცნება იძახის, რომ დგას ევროპულ გზაზე და რომ იცავს კონვენციით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებებს და ყველა იმს, რაც დასავლურ ევროპული ღირებულებებია, მაგრამ შედეგად ფიცი მწავს ბოლო გვაკვირვებსო და შედეგს სულ სხვა შედეგის ვიღებთ დღევანდელ საქართველოში. რაც ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ ფაქტია ის, რომ 450 დღის მანძილზე ქართველმა ხალხმა ვერ შეძლო მიზნის მიღწევას და მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ საქართველოს მოსახლეობა, საქართველოს
პარლამენტის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე საქართველოს მოსახლეობას უნდა ხელახალი არჩევნების დანიშვნა, ის რომ დემოკრატიული ცვლილებები შეიტანოს მოქმედ საარჩევნო კოდექსში და ასე ჩაეტარებინა სამართლებრივი არჩევნები. თუმცა მინდა ყველას ვაცნობო ის გარემოება, რომ კანონში ცვლილებები შესულია, მაგრამ ამის შესახებ არავინ არ იცის, იმიტომ რომ ცვლილებებით გაუქმებულია ძველი საარჩევნო კოდექსი არჩევნების შესახებ, საქართველოს არჩევნების შესახებ და მიღებულია ასევე ცვლილებებით ახალი სრულიად ახალი საარჩევნო კოდექსი. კითხვა ის არის, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში, მაშინ როცა ხელისუფლების ოპოზიციას დებატები აქვს ტელეეთერებით მოქმედ ხელისუფლებასთან და ვითომ რაღაცაზე კამათობენ, რაზე კამათობენ მე ვერ გავიგებ, მაგრამ რაღაცაზე კამათობენ, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ თუნდაც ეს ფორმალური ოპოზიცია, რომელიც საქართველოში მიჩნეულია ფორმალურ სახელისუფლებო ოპოზიციად, თუნდაც ფორმალურად არ გამოსულა და არ განუცხადებია იმის თაობაზე, რომ საქართველოში მიღებულია ახალი ორგანული კანონის საარჩევნო კოდექსი. 450 დღეა ხალხი ქუჩაში დგას ამ მოთხოვნით, რომ საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილებები და არცეთ მათგანს არ გაუმჟღავნებია ის დრაკონული კანონის ნორმები, რომლებითაც ქართულმა ოცნებამ გაიმტკიცა თავისი საარჩევნო ყოფა მომავალი არჩევნებისთვის. ამ ახალი საარჩევნო კოდექსის მე რაც ჩავხედე და წავიკითხე, იქ გაუმჯობესებული ხალხის ოპოზიციური პარტიის მდგომარეობა ნამდვილად არ არის. რა შეიცვალა? არაფერი, პირიქით უფრო გამკაცდა ხელისუფლების კონტროლი საარჩევნო გარემოზე და დღეს ამ ოპოზიციას, რომელიცაც ხელისუფლება ეძახის ოპოზიციას, თუმცა ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს ჯიბეში უზის და ეს ყველაფერი ატარებს ფორმალურ ხასიათს, ვის დასანახად არ ვიცი, თუ ევროპის დასანახად აკეთებენ ამას, ძალიან ვეჭვობ, რომ ასეთი მიამიტები იყვნენ ევროპაში, რომ დაიჯერონ, რომ სოზარ სუბარი ან და გირჩის წარმომადგენელი შესაძლებელია იყოს ოპოზიცია და 450 დღის მანძილზე არცეთ მათგანს აზრად არ მოსულია, რომ თუნდაც ერთი მუხლი გამოეტანათ საყოველთაო სახალხო განხილვისთვის, თუნდაც CSKO-ს დაკომპლექტების პირობები და მიეცა ხალხისთვის იმის შესაძლებლობა, რომ გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება ამ ახალი საარჩევნო კოდექსის მიმართ. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ დღეს მდგომარეობით ქართველმა ხალხმა ვერაფერს ვერ მიაღწია და ძირითადად ეს გამომდინარეობს იმიტომ, რომ ქართველ ხალხს ეშინია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაბრუნების და ამიტომ არის, რომ მასიურად არ გამოდის თავისუფალი გამოხატვის საშუალებით უთხრას მილიონობით ადამიანი, უთხრას ხელისუფლებას, რომ წადი და ჩვენ გვინდა ახალი არჩევნები და თავის მხრივ არც ნაციონალური მოძრაობა არ ჩამოშორდება ეგრეთ წოდებულ ბჭყალებში ოპოზიციურ სახელს, იმიტომ რომ ხელისუფლებაში სურთ დაბრუნება და ვართ ასეთ ვაკუუმში. ყოველ შემთხვევაში ფაქტი იმისა, რომ გასაჩივრებულია საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, ეს არის ძალიან კარგი, ეს არის კიდევ ერთი ლუსტრაცია მოქმედი ხელისუფლებისა, თუ როგორ ითვისებს ხელისუფლებას, როგორ მიითვისა საპრეზიდენტო არჩევნები და ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ასევეა მითვისებული საპარლამენტო არჩევნებიც. ყოველ შემთხვევისთვის ამ ეტაპზე ამით დავამთავრებ მე და სხვა
გადაცემაში სხვა თემებზე ვისაუბრებ, რომ შეიძლება გვექნება ძალიან ბევრ საინტერესო თემებზე, რის გამოც ამჟამად გთხოვთ, რომ მოიწევნოთ არხი, გამოიწეროთ და გადააზიაროთ, რაც ამ ბევრმა ნახოს და ბევრმა გაიგოს ის პოზიცია, რაც ამჯერად ამ გადაცემაში იქნა გაშხერებული. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.